რაჭაში ვცხოვრობთ, ყველა ვიცით როგორი მთაგორიანი რეგიონია და ხშირ შემთხვევაში არ ვყოფილ ვარ ისეთ ადგილებზე, რომელიც მოითხოვდა ფიზიკურ დატვირთვას, ანუ აღმართზე ასვლა, რაღაცა რამდენიმე კილომეტრის გავლა და ასე შემდეგ და ვიმიზეზებდი ხოლმე რაღაც მიზეზებს, რომ არ წავსულიყავ იქ და ახლა დავდივარ. 11 თვე გავიდა უკვე ჩემი ოპერაციიდან და 60 კილო მაქვს უკვე დაკლებული. დიდი ხანი ფიქრობდი, რომ ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაც ჰქონდა ჩემს სხეულს, ან ჭარბიწონა, იყო ჩემი ჯანმრთელობისთვის საზიანო, თუმცა რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილების პროცესი მარტივი არ ყოფილა და რაღაცა ერთ დღეს უცებ არ ამდგარ ვარ და არ წავსულა ექიმთან. ბარიატრიაზე ფიქრი დავიწყე დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ. რამდენიმე ქირურგთან გავიარე კონსულტაცია და არჩევანი გავაკეთე ადამიანზე, რომელშიც დავინახე ის რაღაც ექიმს პლუს ადამიანი რა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ეს დამოკიდებულება იგრძნობდა ბატონი გიასგან და ამიტომ მე გადავწყვიტე, რომ ბატონ გიასთან უნდა გამეკეთებინა ოპერაცია. მოგეხსენებათ, რომ სხეულის მასის ინდექსი 40 უკვე ითვლება აბსოლუტურ ჩვენებად ბარიატრიული ოპერაციის ჩატარებისთვის, როდესაც დავთვალეთ პაციენტის სხეულის მასის ინდექსი აღწევდა 48-ს. მას ჰქონდა ჩივილები უხაერობაზე, ადვილად დაღლაზე, არტერიული წნევის მატებაზე, ცხოვრების ხარისხის გაუარესებაზე, ზოგადად შრომის უნარიანობის დაქვეითებაზე და ფსიქოემოციური მხარის გადაძაბვაზე. ჩემი სხეულის მდგომარეობა, ანუ ჭარბიწონა, აბსოლუტურად ყოველდღიურ ცხოვრებაში მიშლიდა ხელს, ასევე მუშაობაში, ყველაფერში, ფიზიკურ აქტივობაში ძალიან მალე ვიღლებოდი და ასევე ჯანმრთელობის პრობლემებიც ნელ-ნელა მეწყებოდა, გრძნობდი. აი თუ მაგალითად მაღალ კიბეზე ავდიოდი, ვაბრალებდი კიბეს, რომ ეს კიბე იყო მაღალი და მოგეხსენებათ, ბარიატრიული პაციენტების წინა საოპერაციო კვლევები ძალიან მრავალმხრივია. ჩვენ ვატარებთ მრავალ ლაბორატორიულ ანალიზს, ინსტრუმენტულ კვლევას, კონსულტანტების კონსულტაციებს, თუ საჭიროება მოითხოვა კიდე დამატებით კვლევებსაც ვაკეთებთ. იმისთვის, რომ პაციენტებისთვის ამ ყველაფერმა არ მიიღოს დროში გაწეული ხასიათი, ნიუ ჰოსპიტალში შექმნილია მენეჯერული გუნდი, რომლებიც მაქსიმალურად მოკლე დროში ატარებენ პაციენტების გამოკვლევებს. ბარიატრია არის ბოლო გზა იმისთვის, რომ ჯანმრთელებად დავრჩეთ. ანუ ეს არ არის ოპერაცია, რომელიც შეიძლება რომ ყველა ადამიანმა გაიკეთოს. მე არ ვფიქრობ, რომ თავიდან დავიბადე. უბრალოდ ვფიქრობ, რომ ახლა სხვა ცხოვრების ხარისხი მაქვს და ჩემთვის ბარიატრიული ოპერაცია ასოცირდება უფრო ხარისხიან ცხოვრებასთან.